Hazal. რა მოხდა? კარგად ხარ? არა. ამ სახლში კუთხეში ვარ მიმწყდეული. ცოტა ხანი მოითმინე. გაუძელი. კენანი და ირმაკი დღეს დაქორწინდნენ. ამიერიდან კენანი ამ სასახლეში იცხოვრებს. ნეტა ვიცოდე მაინც, როგორი რთულია მასთან ერთ სახლში ყოფნა. მაგრამ ერთად არ ყოფნა. კენანი ისევ მიყვარს. ძირფასო. კენანს ელაპარაკე? მოუყევი ყველაფერი. ლაპარაკი მინდოდა და ვურალმა დამირეკა. კილს ვერ მივაყენებ შემსახლობლებს. ეს საქმე ასე არ დასრულდება. რა საპირებ? სანამ ვურალს არ მოვიშორებ. სიმშვიდე არ მეღირსება. ჟალი ამ საქმის მოგვარება მხოლოდ მე შემიძლია. მაგრამ ამისთვის შენი დახმარება დამჭირდება. რაც მოგესურვება. ხომ იცი? გენჯერი გაიპარა. ვურალის შეტყობინება ვნახე. რას ამბობ, Hazal? ვურალს უნდა მივაწვე ნასის საკითხთან დაკავშირებით. მისი შავისკივრი გენჯერია. ასე რომ არ იყოს მის ზებნას არ დაიწყებდა. შეგიძლია გენჯერს უთვალთვალო. გააკეთებ ამას ჩემთვის. მოგწონს? კი. ძალიან ლამაზია. მაპატე საჩუქარი ვერ გიყიდე, მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებ. არ ინერვიულო. მე მხოლოდ შენ მინდიხარ. სხვა არაფერი არ მინდა. კარგად ხარ? კარგად ვარ. უბრალოდ ცოტა დავიღალე. ძალიან ამაღელვებელი დღე იყო. კარგი, მედი, დაისვენე, ცოტა ხანი. კენან. დღეს ყველაზე ბედნიერი დღე მქონდა. ყველა ცუდი მოვლენების შემდეგ. დიდი მადლობა. ჩემთვისაც. კარგად ხარ? წამოდი დაგაწვენ. დამშვიდდი. მოდი დაწეკი. აი ეს გაიგეთე. მოდი დაისვენე ახლა. ყველაფერმა ჩაიარა, არ ინერვიულო. მიდი, თვალები დახუჭე. ძალიან ლამაზი ხარ. სუფთა. ძალივით ლამაზი. სილამაზე, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის.
დღეს საღამოს ძალიან გამახარე. ძალიან დიდი მადლობა. გარდა ამისა მადლობა იმისთვის, რაც ნასის შესახებ თქვი. მიხარია ბედნიერი რომ ხარ. უბრალოდ ის თქვი სინამდვილეში რასაც ვფიქრობ. გურალ გთხოვ. სანამ შენ არ მოგინდება მე არ შეგეხები, ხო გითხარი? შენს გამო ჩემს საყვარელ ადამიანებზე ვთქვი უარი. ოჯახზე. მაგრამ უფრო მეც ნუ მაიძულებ. შენს გემრიელ ენას ნუ დაღლი. სანამ შენ არ გინდა ეს არასდროს მოხდება. იმიტომ რომ შენ მოგინდები. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com-ი. გახმოვანებული აჭარა.com-ის მიერ. Hazal. კარგად ხარ? ადრე ამდგარ ხარ. ალბათ სამსახურში არ წახვალ. და ცოლს არ დატოვებ ასეთ მდგომარეობაში. ისეთი თვალებით ნუ მიყურებ, თითქოს მე მადანაშაულებდი. არავით არ შემთხვევაში. დღეს თუ ასეთ მდგომარეობაში ვართ, ეს ჩემს გამო არა. არამედ შენს გამო. ეს არ დაგავიწყდეს. სჯობს შეეგულო. შეეგულე რომ ყოველდღიურად ვნახავ და ყოველ საღამოს. არ გეგონა რომ ყველაფერი ასე იქნებოდა. გენჯერ გენჯერ შვილო მოგრძანდი ეხარია შენი ნახვა ბიძია სახლში შემოდი არა ვერ დარჩები საქმე მაქვს დედა და მამა როგორ არიან კარგად ჯანმრთელად შემოდი ინახულე შვილო რაღაც საქმეები მაქვს აი ეს აიღე და მამას მიეცი და კიდევ უთხარი რომ ჩემზე ილოცონ გენჯერ შვილო რა გჭირს რა შეგემთხვა არა არაფერი ღმერთით გენჯერ
გაყევით. კენან, რა მოხდა? რატომ დამიძახე? რამე მოხდა? ძმა აზიზი ჩვენს გვერდით არ არის. იქ არის გიზოსებში. ეს მაწუხებს გესმის? ასეთ ადამიანს, როგორც ის არის, როგორ დასდე სამაში ბრალი, ვერ ხვდები. ახლა სიცივეშია, ხელბორგილები უკეთეა, თავს ცუდად გრძნობს. და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. საერთოდ არაფრის. და ვინ არის მშვიდად? დარწმუნებული ვარ, შენს ნერვიულობ. იარაღი ვერ იპოვე, ესეც საკმარისია. მაგრამ რომ იცოდე, მიწას რომ ჩავარდე, სამყაროც რომ დაინგრეს, მაინც იპოვი. ეს ერთადერთი გზა არის აზიზის გადასარჩენად. კენან, ყველგან ნახე. ყველას ვკითხე, ყველგან მოვძებნე. თუ ჩემი არ გჯერა. ჩვენს ძარღვებში ერთი სისხლი ჩქებს. ჩვენი სისხლი ბინზური ვერ იქნება, ძმაო. მამისგან რა ვისწავლეთ? ხომ ვისწავლეთ სიმართლეს რომ უნდა გავყვეთ და სიცრუეს რომ უნდა შევებრძოლოთ. ასეა, მაგრამ ხელები შეკრული მაქვს. არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ძალიან მრცხვენია, კენან. ძალიან მრცხვენია. შენ და ძმა აზიზი რთულ მდგომარეობაში ჩაგაყენეთ. ჯობდა იმ იარაღს საერთოდ არ შევხებოდი. ყველაფერი გავაფუჭე. თავს ნუ დახრი. ცეცხლში არ ჩაგაგდებ და არავის არ მივცემ უფლებას ასე მოგვიქცეს. მაგრამ ერთი რამე იცოდე, საჭირო თუ გახდება იმ შენობას დავანგრე, დავწვა არ დაუშვებ ძმა აზიზი იქ რომ იყოს. მაინც ვიპოვე იმას, ვინც ქალბატონ ჯანას ასე მოექცა და სასამართლოს წინაშე წარვადგენ. გესმის, ვერ დამემალება. ვერავინ ვერ გამექცევა. ჰაზალ, გისმენ? გენჯერი რაღაცას გეგმავს. ეს როგორ? ზუსტად ვერ მივხვდი. მოხუცებულ კაცამ მივიდა და ფული მისცა. თითქოს დაემშვიდობა. ოჯახის წევრი იქნებოდა. შეიძლება. ვუთვალთვალე. აუცილებლად შემატყობინე. კიდევ გისმენ? თავს გაუფრთხილდი, კარგი? არ ინერვიულო. ყველაფერს გავუმკლავდები. მადლობა. ადვოკატს ველაპარაკე, დღეს ანდერძს გახსნიან. შეიძლება არ დავესწრო ამას. ბოლოს და ბოლოს ეს არ მაინტერესებს, ეს შენთვის და შენი ძმისთვის არის მნიშვნელოვანი. ქალბატონო ჰაზალ, ბატონი ჰალილი მოვიდა. წავალ, ნახავ. კარგი, როგორც გინდა. ხედავ, შიგნითაც არ მიშვებენ, შვილო. შვილო? აქ მოსვლას როგორ ბედა? ამდენი წლის მამობა ასე სწრაფად წაშალე? სირცხვილი. სიტყვებს დაუკვირდი, ამიერი და შენს წინაშე ის გოგო აღარ არის. წლები მამა შენი ვიყავი. ჩემს საჭმელს ჭამდი, ჩემს წყალს სვამდი, გივლიდი. შეხედე ჩემს მდგომარეობას, შეხედე. უბედური გავხდი, კარებთან დავრჩი. მამა იყავი? შენი ხელით გამაყოლე ურანს. შვილო, ეს შენთვის გავაკეთე. ინაღამკვლელი გავხდი, ჩვენი სახელის დასაცავად. ასეთი სიტყვებით ნუ გამანადგურებ, შვილო. მისმინე, ამ გამოხტომებს შეეშვი. მართლა ისე რომ მეკცეოდე, როგორც შვილს ჩემს ცრემლებს და ტკივილს ვერ აიტანდი, მაგრამ ჩამეხუტებოდი და ყველას პასუხს აგებინებდი. და დედას ასე როგორ მოეკეცი? მისმინე, დედა შენი გატყუებს რაღაცეებს, გეფიცები. არაფერი გამიკეთებია, მისმინე.
აზა, რთულ მდგომარეობაში ვარ. ისმინე სასტუმროდან გამაგდებენ გადაუხდელობის გამო. იქნებ დამეხმარო, ძველი წლების ხათრით მაინც. იმ ყველაფრის მერე რაც გააკეთე, კიდევ ფულს მთხოვ? ღირსება არ გაგაჩნია? მომისმინე, შენს კარებთან მოვედი. ადამიანს არც სიამაყე და არც ღირსება არჩება, როცა ფული არ აქვს. მორჩი თავს ნუ მაწოდებ. შენგან არაფერს არ ვითხოვ. ახლა წადი აქედან და არასდროს აღარ მოხვიდე. შენი სურნელი იმდენად ჩაისახა ჩემს სულში. სანამ შემოხვიდოდი მივხვდი რომ მოხვედი. მადლობა კენანს. უფლება მიიღო. რთული იყო, მაგრამ შემოსვლა მაინც შევძელი. შენთვის რაღაც დავტოვე, იცოდე ის. შენ ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ. რამდენი წლისაც არ უნდა იყოს. ცხოვრება მაინც გაძლევს გაკვეთილს. ჯერ კიდევ გუშინ ვამბობდით, რომ ყველაფერმა ჩაიარა. გაძლევენ შანსს, რომ ბედნიერი იყო, მაგრამ არაო. ჯერ ახლა იწყება ყველაფერი. მოიცადეო. მერე ისევ იმედებით აღსავსე ხარ. მაგრამ ისევ ცხოვრება. უმოწყალოდ გართმევს იმ შანს ხელებიდან. რომელიც თვითონ მომოქცა. ვერ ხვდები რატომ. მაგრამ არის ის, რაც გავიგე აზის. არც ხვალ, არც გუშინ. არაფერი, რაც ჩვენს მერეა. მხოლოდ ახლა, ეს მომენტია. აღარ მინდა გონიბრულად ვიმოქმედო აზის. ამითაც არ მინდა გადავდო სიტყვა, რომელიც მოგეცი. გისოსები ჩვენ შორის იმისთვის არ არის, რომ დაგვაშორონ. არამედ შეიძლება იმისთვის, რომ უფრო მაგრად ჩავეხუტოთ ერთმანეთს. იმისთვის, რომ ჩვენი დაკარგული წლები გაგვახსენონ. აზის, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს. დაგელოდები. პირდები. ყველა აქ არის. ამიტომაც გალბატონი ჯანან დემიროღლუს ანდერს ხსნი. დიახ, გთხოვთ. ანდერძედან გამომდინარე, რომელიც დაწერილია 2012 წლის მე-4 თვის 10 რიცხვში. ორი სასახლე და კომპანიის აქციები, რომლებიც მე მეკუთვნის, წლიური წლის 15%-ით გადაეცეს ირმაკ დემიროღლუს. მე? აგარაკი და ვილა სტამბულში. საზაფხულო სახლი ჩეშმეში. დემიროღლუს ჰოლდინგის 15% გადაეცეს სინან დემიროღლუს. საზაფხულო სახლი? ეს რას ნიშნავს? რაც ანდერძად დაგიტოვეს, იმის გაყიდვის უფლება არ გაქვთ.
შეგიძლიათ სიკვდილამდე იქ იცხოვროთ, ან თუ გნებავთ გააქირავოთ. ვილა ისედაც დავკარგეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვილა არ შედის ანდერძში. ერთი წუთი, აქ რაღაც შეცდომაა. დარწმუნებული ხართ, რომ იმ ანდერძს კითხულობთ? ხო, რამე შეცდომა არ იყოს. არა მგონია ბატონი ადვოკატის შეცდომას უშვებდეს. მაშინ გთხოვთ კითხვაზე პასუხი გამეცით. არაფრის გაყიდვა არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია ვიცხოვრო. სწორად გავიგე? დიახ, ბატონო სინა. და კომპანიის აქციებიდან არანაირი პროცენტი არ არის. უბრალოდ მოგების აღება შემიძლია. ცნობილია თანხა, რომელსაც მიიღებთ შეგროვილი შემოსავლისგან ყოველივე წლის ბოლოს. აი ხომ ხედავთ, კიდევ ერთხელ გავიგე როგორ უყვარდი დედას. გააგრძელეთ, გთხოვთ. რა თქმა უნდა. აქციები, რომელიც დემიროღლუს ჰოლდინგს ეკუთვნის. პროცენტები, რომელიც არ გადაეცა სხვებს, ყველაფერი გადაეცემა ვურალ დემიროღლუს. და კიდევ ბატონო ვურალ, თქვენს დედას უნდა რომ შემოსავალი აკონტროლოთ. და წლის ბოლოს შესაბამისად დაარიგოთ თანხები. სინან შეჩერდი, ვილაპარაკო, დამშვიდდი. რაზე ვილაპარაკო? ყველა აქციები შენია, კიდევ რა გინდა მითხარი? სინან დამშვიდდი. შენთვის ადვილია თქვა დამშვიდდი. ასეა თუ ისე, ყველაფერი გაქვს. მისმენე ბავშვივით ნუ იქცევი. კიდევ რას მოусმინო მითხარი? დედამ გვაჩვენა რომ სიკვდილის მერეც კი არ უყვარვარ, როგორც შენ. მისი შვილი შენ ხარ, მე რა უნდა ვთქვა ვურალ? მითხარი. მორჩი. თუ მორჩი მაშინ გაჩუმდი და მომისმენე. არაფერი არ მჭირდება, რაც დედისგან დარჩა. გაიგე. არც ანდერძი, არც აქციები არ მაღელებს. თუ დამეხმარები ყველაფერს მოგცემ, რაც მე დამიტოვეს. ეს როგორ ძმაო? ან დამეხმარები ბოლო მოუღო დედის მკვლელს აზის ტოპრაკს და კენას და დამიმტკიცებ რომ ნამდვილი დემიროღლუ ხარ. ან მთელი ცხოვრება მტრის გვერდით იმუშავებ ხურდებზე. შენი გადასაწყვეტია. რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი? შენს მდგომარეობაზე ვიფიქრე, ბრუნ. სიმართლე გითხრა, შენს ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი. ისევ ამიყვან კომპანიაში. ჩემს შემოთავაზებას თუ მიიღებ, რატომაც არა? კარგი, მითხარი რა გინდა? კენანის განადგურებაში უნდა დამეხმარო. განადგურება? რაზბოდა? არასდროს. ებრუ. რაღაცას კითხავ. კენანი ღარიბი და უძლური რომ ყოფილიყო, მაინც ასე გეყვარებოდა? ხო. ნებისმიერ მდგომარეობაში. მაშინ უნდა დამეხმარო. ყველაზე კარგად ვიცი, რას ნიშნავს უიმედო შეყვარება. არაფერს არ გავაკეთებ, რაც მას ტკივილს მიაყენებს. როგორ მე სხვა გამოსავალს ვიპოვე, მაინც დავეხმარები. მართლა? რა გულუბრყვილო ხარ? თუ მომინდება ისე ვიზამ, რომ ჩემს დასთან ვერასდროს ვერ განქორწინდეს, თუ ასე მოხდება, კენანის გვერდით ვეღარ იქნები. კენანი კეთილშობილი და ამაყი კაცია. პულის დაკარგვა არ გაანადგურებს მას. მაგრამ თუ რამე ისეც ვიზამთ, რაც მის ღირსებას შელახავს, ძველი კენანისგან არაფერი არ დარჩება. კარგია, მარტო რომ დარჩება შენ დააწყნარე. ცუდია ეს. შესაძლებლობა მოგეცემა. ორივე იმას მივიღებთ, რაც გვინდოდა. მხოლოდ ერთი პირობით დავთანხმდები. არასდროს არ იზამ არაფერს, რაც მას ტკივილს მიაყენებს. შემოდი სინან. ჩვენი მესამე ადამიანი. ებრუ?
ახლა რა უნდა ვქნათ? როდის დავიწყოთ? თანმიმდევრობით გაიგეთ ყველაფერს. ცოტა მოითმინეთ. მოგვიანებით მოვა. არა უცხო არავინ არის, მოდი. ბატონო ვურა, ალბაის ველაპარაკე დაცვის კომპანიიდან. ვიდეო ჩანაწერები წაიშალა შენახვის ვადის გამო. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის. ბატონმა ალპაიმ ჩანაწერი ნახა. რას ამბობ? ახლავე დამენიშნა შეხვედრა ბატონ ალპაისთან. გენჯერისგან არანაირი ამბავი არ ისმის. ვეძებდი, მაგრამ ამიერიდან მის პოვნას ვერ შევძლებთ. ჯერ ძმა აზიზე, მერე გენჯარის გაქცევა. ხელები და ფეხები შეკრული გვაქვს. ადვოკატი რას ამბობს? რა სიტყვის? ჯერ გამოყვანა არ შეუძლიათ, სანამ გამოძიება არ დასრულდება. არაფერი არ შეიძლება, დოსიე აქვთ ხელში. ჯანდაბა. კენან. ახმედის მოყოლილი ლოგიკურია შენი აზრით, ძმაო. სიმართლე გითხრა არა. ყველაფერი ავწონე, შევადარე, მაგრამ ვერანაირად ვერ გავდივარ აქედან, ძმაო. იარაღი თუ დაკარგა, მაშინ ვინ აიღო? თუ ამ საქმის აზრი სულ სხვა რამეა, ამას ვერ ხვდები. ასე არ მოიქცეოდა. ჩემი ძმა ამას არ იზამდა. ამ საქმეში რაღაც არის, რაღაც სხვა, მაგრამ რა? ამას გავარკვევთ. რა თქმა უნდა გავიგებთ, მაგრამ ოსტატს რა ელის? მის გამოყვანას თუ ვერ შევძლებთ? იმ დღეს ზღვიდან რომ არ მოგეყვანეთ, ახლა საფლავიც კი არ მექნებოდა. მეორე დავიბადე. ყველაფერი რაც გამაჩნია ძმა აზიზის დამსახურება. და ახლა ასე ვერ დავჯდები, როცა ის არის სიღრმეში. არ დავუშვებ ციხეში ჩაჯდეს, როცა უდანაშაულოა. ღმერთ მაქნას. ჰაზალ. ჟალე. ვუთვალთვალებ. მიტოვებულ ადგილას მოვიდა. ვინმე არის მასთან ერთად. ჟალე.
ახლა შენობაში შევდივარ. Omaravის უნახავს რომ შემოვდიოდი. მის წინაშე ვიღაც დგას. ვინ? ჟალე, შენ გეკითხები ვინ? უკვე აზრი არ აქვს რაღაცის დამალას. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო რაც საჭიროა. ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ამაში დარწმუნებული იყავი. დეფნე. რა? დეფნე შეხვდა. ხაზალ გადმოგირეკავ. ისედაც შეცდომა იყო ამდენი ხანი ლოდენი. ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ნასის ეს არ დაუმსახურებია. მისი სიყვარულის ეშინოდა. ის ამბობდა რომ იმ დღეს როცა შენი სიყვარული საკმარისი არ იქნება, უბედურება მოხდება, გურალი ნასის უბედურება გახდა. ჩემგან სიტყვასაც ვერ გაიგებენ სანამ იმას არ მივიღებ რაც მინდა. რაც გინდა ყველაფერს მიიღებ, არ ინერვიულო. უბრალოდ მინდა რომ რაც იცი იმის მტკიცებულება მომცე. შენთან ყოფნა მინდა. შენ რომ გიყვარს ის ნამცხვარიც არის. შენ ძალიან გიყვარს. დეფნეს შეხვდა. შენთვის წლების განმავლობაში მამა ვიყავი. მამა ჩემი ვიღაც სხვა არის. ქალბატონო ჰაზალ. ქალბატონო ჰაზალ. ქალბატონო ჰაზალ. ქალბატონო ჰაზალ. ქალბატონო ჰაზალ. ქალბატონო ჰაზალ. ქალბატონო ჰაზალ, კარგად ხართ? კარგად ვარ, კარგად. კარგად ვარ, უბრალოდ წნევა დამივარდა. წინაზეც ასე მოხდა. ცოტა ხნის წინ ყველა აქ იყო. ახლა არავინ არ არის. დამელოდოთ ბატონ ვურალს შევატყობინებ. ნევრა, ვურალს ნუჩარევ ამაში. ქალბატონო ჰაზალ, ასე არ შეიძლება, ექიმთან უნდა წახვიდეთ. ცოტას დაავისვენებ და გამივლის. არ შეიძლება. არ შეიძლება, ქალბატონო ჰაზალ. ექიმთან თუ არ წახვალ, ბატონ ვურალს ვატყვი. კარგი, მერე წავალ. წყალს მომაწვდი? შედეგებით პათოლოგიური არაფერი არ არის. მართლა, გამიხარდა. უბრალოდ წნევა დაგივარდათ. კვებას უნდა მიაქციოთ ყურადღება. და რა თქმა უნდა, არ ინერვიულოთ. ბოლო დროს ეს ჩემთვის რთული გახდა. სხვათა შორის ორსულობის ტესტი არ გაგიკეთებიათ. საჭირო არ არის, უარი ვთქვი. დაბრძანდით, მე შევამოწმებ.
მართალი იყავი თუ არის რომ თქვით ტესტის გაკეთებაზე. თქვენ ქალიშვილი ხართ. როგორ? როგორც გითხარით. ქალიშვილი. შენ ახლა მეუბნები, მიდი მამამ მკვლელი გახდიო. ეს გინდა? რას ეძახი, გაგიჟდი? გესმის რას ამბობ? ის გოგო არ ხარ, რომელიც ყოველ დღე თვალებში მიყურებდა, მეუბნებოდა, მიყვარხარო. ჩემს გამო სიკვდილისთვის მზად იყავი. მითხარი, რა მოხდა? ეს ყველაფერი სიცრუე იყო? გაძლიერდი. ეს კაბა გვერდად გეჩვენება, მაგრამ ძლიერი უნდა იყო. კენანის გამო. Hazal Sanjak, Ural Demiroglu, თანახმახართ? წუხვარშვილო. მართალი ხარ. გამომართვი და სხვას მიეცი. იმას, ვინც იმსახურებს ამას. მე უკვე გითხარი, სანამ არ გინდა არ შეგეხები.